რათან მიმდევრობით უნდა მივყვეთ მაგალითებს, რომ ყოველთვის სწორი პასუხი მივიღოთ. ეს სავარჯიშოები ჩემმა ერთ-ერთმა მსმენელმა გამომიგზავნა, რომელმაც მთხოვა რომ ამეხსნა. მისივე თქმით, ჩემს ახსნილს ძალიან მარტივად და კარგად იგებს და ძალიან მიხარია თუ ერთ ადამიანს მაინც შევძლებდა დავეხმარები ჩემი ახსნილით. რადგან მისთვის საინტერესო იყო ეს თემა, გადავწყვიტე ვიდეოს სახით ჩამეწერა და თქვენთვისაც გამეზიარებინა. თუ მოგეწონება ვიდეო, აუცილებლად მეგობრებსაც გაუზიარე. ნახეთ როგორი სავარჯიშოებია მოცემული. მაგალითად, თუ გვაქვს მოცემული -3 გავამრავლოთ 7-ზე, მივუმატოთ 8 გაყოფილი -2-ზე, ეს არის ფრჩხილებში მოქცეული და შემდეგ არის გაყოფილი 5-ზე. პირველი ვიცით, რომ ყოველთვის ფრჩხილებს ქვეშ მოქმედებები უნდა შევასრულოთ. რათან მიმდევრობით, ჯერ გამრავლება წერია, შევასრულოთ გამრავლება, შემდეგ გაყოფა და შემდეგ შევასრულოთ მიმატება. ფრჩხილებს რომ დავასრულებთ, შემდეგ გადავიდეთ უკვე გაყოფაზე. -3 გავამრავლოთ 7-ზე. როდესაც უარყოფითი რიცხვი დადებით რიცხვზე მრავლდება, აუცილებლად მას აქვს მინუს ნიშანი. ანუ უარყოფითის ნიშანს იტოვებს. ხოლო 3 + 7 იქნება 21 სწორი. პლუსი ნიშანი ჩამოვიტანოთ და გადავიდეთ გაყოფაზე. დადებითი უნდა გავყო უარყოფითზე, ხოლო აქაც ესევეა. როდესაც დადებითი უარყოფითზე იყოფა, მინუს ნიშანს იტოვებს. -8 რო 2-ზე გავყოთ, იქნება 4 სწორი. ეს არის ერთ ფრჩხილში მოქცეული და რასაც მივიღებთ პასუხს, ის უნდა გავყოთ 5-ზე. ეხლა ნახოთ ჯამის დროს, როდესაც ორივე რიცხვი უარყოფითია, ამ დროს ეს რიცხვები იკრიბება და მინუსი ნიშანი ისევ აქვს. ანუ ორივე უარყოფითი რიცხვი უნდა შევკრებოთ. -21 და -4 არის -25 სწორი და ეს უნდა გავყოთ უკვე 5-ზე. როდესაც გაყოფის დროს უარყოფითი იყოფა დადებითზე, აქაც მინუს ნიშანს იტოვებს და 25 რომ 5-ზე გავყოთ, იქნება 5 სწორი. ესე იგი, ჩვენი გამოსახულების პასუხი ყოფილა -5 სწორი. ნახოთ ახლა მეორე მაგალითი, ნახეთ როგორია. 93 უნდა გავყოთ -3-ზე, გამოვაკლოთ 32 გავყოთ 8-ზე, ეს არის ფრჩხილებში და შემდეგ მიღებული შედეგი უნდა გავყოთ -7-ზე. აქაც ჯერ უნდა შევასრულოთ პირველი გაყოფა, მეორე გაყოფა და მერე სხვაობა. და ამას რომ დავასრულებთ, მერე უნდა გავყოთ -7-ზე. როდესაც დადებითი უარყოფითზე იყოფა, ხო ვთქვით რომ მინუს ნიშანი ეწერება. 93 რომ 3-ზე გავყოთ არის 31 სწორი. ეს გამოკლების ნიშანი ჩამოვიტანოთ და ნახე ამას თუ ხელს დავაფარებ, დაინახავ რომ ორი დადებითი რიცხვი გაქვს დარჩენილი 32 გაყოფილი 8-ზე, რომელიც არის -4. ასე თუ დაინახავ, მაშინ გექნება -32 გაყოფილი 8-ზე და დაუწერ -4-ს და ამ მინუს ნიშანსაც ჩამოიტანე. ეს არის შეცდომა. ამიტომ ეს გამოკლების ნიშანი ჩამოიტანე, აი ესე თითი დააფარე, რომ არ აგერიოს ნიშანი და შემდეგ გააგრძელე მოქმედება. ხოლო ეს შედეგი უნდა გავყოთ -7-ზე. როდესაც ორივე უარყოფითი რიცხვი გვაქვს, აქ არ წერია პლუს ნიშანი, მაგრამ როდესაც -31-ს -4-ია, აქ ისევ იკრიბება და მინუს ნიშანი ეწერება. ამიტომ ექნება -25 გაყოფილი -7-ზე. როდესაც გაყოფის დროს ორივე უარყოფითი რიცხვი გვაქვს მოცემული, ისინი ერთმანეთს გააბათილებენ და 35 რომ 7-ზე გავყოთ, იქნება დადებითი 5 სწორი. ამიტომ ჩვენი მეორე გამოსახულების პასუხი იქნება 5. ნახეთ ახლა მესამე მაგალითი როგორია. -58 უნდა გავყოთ 8-ზე, შემდეგ უნდა მივუმატოთ 9, დავასრულოთ ფრჩხილი და მიღებული შედეგიც უნდა გავყოთ -9-ზე. ნახეთ -48 რომ 8-ზე გავყოთ უარყოფითი დადებითზე, მინუსი ნიშანი დაიტოვა, -6 უნდა მივუმატო 69, დავასრულო ფრჩხილი და მერე გავყო -9-ზე. ეხლა რას ხედავ? მაქვს უარყოფითი და დადებითი რიცხვების ჯამი. ეხლა უნდა ვიპოვოთ ჯერ ყველაზე დიდი რიცხვი რომელია, 69 თუ 6. რადგან 69 უფრო დიდია, რომელი ნიშანიც მას უწერია წინ, ზუსტად ის ნიშანი ექნება ჩვენს შედეგსაც. ანუ დადებით 69-ს რომ გამოვაკლოთ 6, იქნება დადებითი 63. ეს უნდა გავყოთ -9-ზე. დადებითი თუ უარყოფითზე გაიყოფა, როგორც უკვე ვთქვით, მინუს ნიშანს იტოვებს და 63 რომ 9-ზე გავყოთ, იქნება 7 სწორი. აი ჩვენი გამოსახულების პასუხი იქნება -7. შემდეგი მაგალითი ასეთია. -4 გავამრავლოთ -13-ზე, გამოვაკლოთ 60 და მიღებული შედეგი გავყოთ 2-ზე. დავიწყოთ გამრავლების დროს, როდესაც უარყოფითზე გამრავლდება, აქაც გაქრება ისევე როგორც გაყოფის დროს და მექნება დადებითი რიცხვი.
რიცხვი. ხოლო 4x13 არის 52. მას უნდა გამოვაკლოთ 60 და შემდეგ გავყოთ 2-ზე. ეხლა ვუყურებ მე 52 უფრო მეტია თუ 60? რადგან 60 უფრო მეტია, მის წინ რო ნიშანი წერია, პასუხში ის ნიშანი გადმოვა და 60 რომ 52 გამოვაკლოთ, მექნება 8-ის ტოლი. ანუ ჩვენი პასუხი იქნება -8, რომელიც უნდა გავყოთ დადებით 2-ზე. მინუსი რომ პლუსზე გაიყოფა მინუსი ნიშანი დამრჩება, 8 რომ 2-ზე გავყოთ არის 4. ანუ ჩვენი გამოსახულების პასუხიც იქნება -4-ის ტოლი. შემდეგი მაგალითი ასეთია. -80 გავყოთ 1-ს გამოკლებული 2-ზე, ანუ 1-სა და 2-ის სხვაობაზე, გავამრავლოთ 15, მივუმატოთ -2 გამრავლებული -7-ზე. ეს არის მთლიანად ერთი ფრჩხილის ქვეშ მოქცეული მაგალითი. ამიტომ პირველი უნდა შევასრულოთ აი ეს ფრჩხილის შიგნით რომ ფრჩხილია, შემდეგ გადავდივართ გაყოფაზე და გამრავლებაზე, რადგან ეს მხარე ტოლძალოვანია და უნდა მივუმატოთ ეს რიცხვი გამრავლებული ამ რიცხვზე. ფრჩხილის ქვეშ დავიწყოთ. 1-ს რომ 2 გამოვაკლოთ, იქნება -1. -80 რომ გავყოთ -1-ზე. მინუსი რომ მინუსზე იყოფა, იქნება პლუს. ესენი გამიქრება, ხო? აქ იქნება დადებითი 80. დადებითი 80 რომ 15-ზე გავამრავლოთ, იქნება 1200. და ამ 1200-ს უნდა მივუმატო ახლა. მინუსი რომ მინუსზე მრავლდება პლუს გვაძლევს 2x7 კი იქნება 14-ის ტოლი. ესე იგი ჩვენ 1200-ს უნდა მივუმატოთ კიდევ 14 და იქნება 1214-ის ტოლი. აი ჩვენი გამოსახულების პასუხიც 1214. ესე იგი ჯერ ფრჩხილის ქვეშ ფრჩხილი გავაკეთეთ, შემდეგ მივყევით, რადგან გაყოფა და გამრავლება ტოლძალოვანია, გავყავი, გავამრავლე, ეს ამოვხსენი აქამდე, ეს გამრავლება შევასრულე და მერე შედეგები უკვე შევკრიბე. და ბოლო მაგალითი განვიხილოთ, 615 გავყოთ -5-ზე, გამოვაკლოთ 7 და შემდეგ მიღებული პასუხი უნდა გავყოთ -13-ზე. დადებითი რიცხვი რომ უარყოფით რიცხვზე მრავლდება, მექნება მინუს ნიშნიანი. 615 რომ 5-ზე გავყოთ არის 123-ის ტოლი, ამას უნდა გამოვაკლოთ 7 და შედეგი უნდა გავყოთ -13-ზე. რადგან ორივე უარყოფითი რიცხვია, ჩვენ ხო ვთქვით რომ იკრიბება და მინუს ნიშანი ეწერება. 123-ს რომ 7 მივუმატოთ არის 130. ეს უნდა გავყოთ -13-ზე. გაყოფის დროს, როდესაც ორივე უარყოფითია, აბათილებენ ერთმანეთს, გაქრება მინუს ნიშანი და გვექნება დადებითი. 130 რომ 13-ზე გავყოთ კი იქნება 10-ის ტოლი. აი ჩვენი ბოლო გამოსახულების პასუხიც არის 10-ის ტოლი. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებს, რადგან ეს ის საკითხებია, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორც დიდმა, ასევე პატარამ. მე კი ძალიან მიხარია, რომ ჩემი ახსნილი მოგწონთ და თუ კი ვინმე სურვილი გექნებათ კიდევ რომელიმე სავარჯიშო განვიხილო და გასწავლოთ ჩემებური ამოხსნის გზა, აუცილებლად მომწერეთ პირადში და ვეცდები მაქსიმალურად დაგეხმაროთ ყველას. გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეს და გაუზიარე ეს ვიდეო მეგობრებსაც. ერთად ვიზრუნოთ ერთმანეთის განვითარებაზე.